მოგესალმებით, მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, გამომწერებო, იუთუბერებო. გილოცავთ ახალ წელს, შობას, ნამდვილ ახალ წელს, გილოცავთ დღევანდელ დღეს, ბედობა, პირობითად, ხო? 15-ია ნამდვილი, მაგრამ მაინც რო ერთმანეთს ულოცავენ ბედობას, მეც გილოცავთ ბედობას და ამ ბედობის დღეს მინდა ჩავწერო აი ესეთი ვიდეო. ვინ შემოვა ახალი პიროვნება ჩვენ ცხოვრებაში და თუ გინდათ ძველსაც გადავხედოთ და ძველმა თუ გაანალიზა, რომ ჩვენ მისთვის ძვირფასი ადამიანი ვიყავით და თუ მიხვდა რა დაკარგა, ესეც მაინტერესებს. გავშლი ორ დასტაზე. შეგიძლიათ ჩაიფიქროთ, აირჩიოთ, ეს იქნება Spellcaster Start Card, ოქროსფერი ციტრინით. და ეს იქნება და All Start Card, ეს არის ყავისფერი იასპი, მიწის სტიქია. მზის და მიწის სტიქია ელემენტებით. ნახოთ აბა. ან მოусმინეთ ორივეს, იქნება პასუხები ორივეშია და რაღაცა რო იტყვიან დაჭვივით შეიკრას. და გავიგოთ თქვენმა ქვეცნობიერმა ინტუიციურად აი გულს უნდა მოусმინო რა და შენი გულის ასე ვთქვათ გრძნობით მიყვე აი ამ სიტუაციას, ამ პასუხებს, რასაც სამყარო მოგცემს და დავიწყებ პირველი დასტით. Spellcaster Start Card, ვინც აირჩია ეს ოქროსფერი ციტრინი, მზის ენერგია, რომ გამონათდეს, გავიგოთ ახლო მომავალი ვინ შემოვა ახალი პიროვნება თქვენს ცხოვრებაში. ეხლა ვინც ამ ვიდეოს უყურებს, აი რა ტიპის ადამიანი იქნება, ჯერ ნახოთ სიგნიფიკატორი და როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ეს ის არის. ახლა ბედობის თვითონ გამოვიდა. პირველ რიგში უნდა მივხვდეთ როგორ, ნახე? რო ეს ის არის, აქ არის წყლის სტიქია, შეიძლება ეხა წყალი არ იყოს, მაგრამ წყლის სტიქია მძლავრობდეს, ეს რას ნიშნავს? ემოციონალურ ფონზე, დღესასწაულზე, ზეიმზე, სუფრაზე ეს ადამიანი ვნახოთ, რომელიც გრძნობით აივსება, ჩვენს მიმართ გულგრილი არ იქნება, პირდაპირ მამაკაცური ის ამოდის, ფალოსი, ასე ვთქვათ, რომელიც ამოქმედდება, იმდენად მოიხიბლება ჩვენით, რომ აქტიურობა ქვედა ჩაკრიდან დაიწყება, ესე კულტურულად რო ვთქვათ. ეს იქნება დღესასწაულის სუფრა, შეხვედრა, მეგობრები, რაღაცა ესეთი ღონისძიება, ხა შობა მოდის, ძველი ახალი წელი მოდის, ხო? სუფრები იშლება, შეიძლება ოჯახშიც მოხდეს, ეს შემთხვევით მოულოდნელად, ან რაღაც წავიდეთ მეგობართან იქ, გავიცნოთ, იმიტომ რომ გზიდან ჩამოსული, უმრავლესობას თუ გზიდან ჩამოსული არა, მაშინ უბრალოდ თავის გზის მაძიებელი, თავის ცხოვრების მაძიებელი, მაგრამ ჭიქით ხელში ალბათ სადღეგრძელოს მთქმელიც, რაღაცა ესეთი ასოციაცია მოდის. და როგორი იქნება ეს ჩვენი, ახალი ურთიერთობა, ვინც პირველი დასტა ჩაიფიქრა, ნახოთ აბა, რა ტიპის ურთიერთობა იქნება და როგორ გაგრძელდება. ეხლა თქვენ ვინ ჩაიფიქრეთ, რა ტიპის ურთიერთობა იქნება თქვენსა და ამ ახალ პიროვნებას შორის და როგორ გაგრძელდება, ხო? დაახლოებით, სტაბილურობაზე დაფუძნებული მზე ამოდის, რაც ნიშნავს იმას, რომ ძალიან გათბება თქვენი ენერგიით და თქვენ ორივესთვის ეს იქნება ძალიან კარგი, იმიტომ რომ პირველივე მზე ამოვიდა. საყვარლების კარტი ამოდის უდავოდ. აქ იქნება ურთიერთგაგება, აქ იქნება ძალიან ბევრი მსგავსი რაღაცა მუსიკა, რაღაცა სიტუაცია,
აქ იქნება კიდე ესეთი მომენტი, რომ რაღაც გულგაცრუება, ტყუილი, ღალატი, ამაზეც იქნება საუბარი, მისი, რა თქმა უნდა, წარსული ცხოვრებიდან და თქვენი წარსული გამოცდილებიდან. ჯერჯერობით, ანუ ნახეთ როგორი სიტუაციაა. ეს ადამიანი იქნება გულდაწყვეტილი, სამწუხაროდ, მისი ყოფილი პარტნიორიდან, საიდანაც ანუ გადაწყვეტილება მიუღია ხისტად და ძალიან ცივ გონებაზე, მოუჭრია თავისი ცხოვრებიდან და ეხლა პირდაპირ ვთქვათ, მაძიებელი არ არის, მაგრამ უარს არ იტყოდა სიყვარულზე, სითბოზე. საყვარლების კარტი ამოდის. და საყვარლების კარტი რო ამოდის, პირველ რიგში სითბო უნდა ჩანს კიდევაც, იმიტომ რომ ძალიან დათრგუნულია და სიყვარული აკლია ამ ადამიანს. ქალისგან მოკლებული და რა თქმა უნდა, სტაბილური ურთიერთობა ჩანს მომავალში, მაგრამ მაინც დავეკითხოთ. თუ გადაწყვიტავს ეს ადამიანი ჩვენთან სტაბილურ ურთიერთობას სამომავლოდ. ჯერჯერობით, ნახეთ, გაურკვევლობა ამოდის, მაგრამ ისევე სტაბილურობა ამოდის თლიანობაში. ჯერ დრო უნდა, იმიტომ რომ ამ ადამიანს უნდა სერიოზული ურთიერთობა, ვინც ეხლა ახალი შემოაბიჯებს და იქნება. გული აქ დაწყვეტილი, ტყულზე, ღალატზე ეს კარტი ამოდის, რა თქმა უნდა. და ამის გამო ცოტა ხანი დრო უნდა, ანუ შეიძლება უბრალოდ რაღაც მომენტში, რაღაც სიტუაციაში დაგაკვირდეთ ეს ადამიანი, რომ ნამდვილად სანდო ხო ხართ, იმიტომ რომ ოჯახის შექმნა თუ უნდა, ანუ თქვენ ერთგულებაშიც უნდა დარწმუნდეს, იმიტომ რომ მართლა უნდა, ამოდის რომ უნდა ააგოს სტაბილური ურთიერთობა სამომავლოდ. ესეთი ფიქრები აქვს და როგორ განვითარდება, ხო, ამ ახალ ადამიანთან, თქვენი და მისი სიტუაციები, ურთიერთობები. თვითონ ამოდის ძალიან გრძნობას აყოლილი, ანუ იმდენად მოეწონებით, რომ სულ გრძნობებში იქნება ჩაფლული, იაქტიურებს, თუმცა რაღაც მომენტში შეიძლება თავი შეიკავოს, იმიტომ რომ მაინც ნახეთ, ის წარსული დარდი, ის რაღაცა სტაგნაცია, ის რაღაცა სიტუაცია ახსოვს, მაგრამ მესიჯები, მიმოწერა, ესეთი ფლირტი შორიდან მაინც იქნება, შეიძლება იფიქროს, რომ ჩემთვის ეხლა ეს ცოტა ადრეა, იმიტომ რომ ტვირთია, ბევრი რაღაც საქმე მაქვს, საქმეშია მოკლედ გადართული სულ, პატივისცემა, რა თქმა უნდა, აქვს, ჯერ დაკანონებას, როგორც ასეთი თქვენი ურთიერთობისას არ ეცდება, მაგრამ ყველაფერი კარგად დამთავრდება, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში, როცა ნახავს, რომ თქვენ ნამდვილად ხართ სანდო და ის ადამიანი, ვინც მართლა მიყვებით და ორმხრივია ეს ყველაფერი, ხო? გზა მოდის თქვენამდე, ანუ გამარჯვებით, სიყვარულით, სავსე მოდის თქვენამდე და მაინც რას გირჩევდათ ამ ახალ პიროვნებასთან, ვინც პირველი პოზიცია ჩაიფიქრა კარტები, აბა, რას გირჩევდათ თქვენ? აუცილებლად უნდა გქონდეთ კონტაქტი. ორმაგი სტანდარტიო, რომ ამბობენ ეს სიტყვა მომეწონა, ანუ ამ შემთხვევაში ორმაგ სტანდარტზე არ არის საუბარი, მაგრამ ნახე, ურთიერთკავშირი, დაბალანსებული მიმოწერა, ამბები, ამ ადამიანის უკან დგას ერთგული ადამიანი, მაგრამ ჯერ რა თქმა უნდა მიმოწერით, ურთიერთკავშირით, რაღაცა საერთო ინტერესებით, სიტუაციებით, საკითხებით ჩანს თქვენი ურთიერთობა, ანუ გაგრძელდება თქვენი ურთიერთობა, თქვენზეა რა ყველაფერი დამოკიდებული. და განსხვავებული იქნება ეს ადამიანი იმისგან, ვინც იყო წარსულში. ეს შემიძლია დავამატო. მოკლედ, მადლობა პირველებო, ვინც იტრინ ჩაიფიქრეთ. გადავედით მეორე ესეთ ყვითელი იასპის მიწის სტიქია. ქვა ვინც აირჩია, მინერალი და ვნახოთ, აბა, ვინ შემოდის ახალი პიროვნება, ვინც ახლა უყურებს ამ ვიდეოს და ჩაიფიქრა მეორე ვარიანტი,
ჯერ მაჩვენეთ სიგნიფიკატორი, როგორი შემოვა, როგორი იქნება ეს ახალი პიროვნება მის ცხოვრებაში, მის პირადში, ვინც არ უნდა იყოს ის, ანუ საჯარო გაშლა. როგორი იქნება? ადამიანი, რომელსაც წარსულიდან აქვს ძალიან გული დაწყვეტილი, თავის წარსულ ცხოვრებას ვერაფერს ვერ უხერხებს სტაგნაციაში. ადამიანი, რომელიც არის შემოქმედებითი პიროვნება, ან ლექსები, ან მხატვრობა, ან მწერლობა, ან რაღაცა ესეთი აკავშირებს, ან დიზაინი, ან რაღაც არქიტექტურა, მოკლედ ესთეტიური სილამაზის რომანტიკოსიც შეიძლება ითქვას, რომელსაც აქვს თავისი გზა, რაღაცა შემოსავალი, თავისი სამსახური, მაგრამ წარსული ცხოვრებიდან ჩანს, რომ ძალიან გულდაწყვეტილი, აქ ჩანს კიდე დაშორების კარტი, ანუ ამ შემთხვევაში ეს არის ოფიციალური დაშორება, შეიძლება დაშორებულიც არის და დაცლილი, იმიტომ რომ შეიძლება ახალი დაშორებული იყოს, თუ ოფიციალურად არა, ისე მაინც ესეც როგორც ჩანს დაშორებული იქნება თავის, ასე ვთქვათ, ყოფილს და როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა ახალ პიროვნებასთან, ვინც შემოვა, როგორ უნდა იცნოთ იგი, როგორ უნდა მიხვდეთ, რომ ეს ნამდვილად ის არის. 2025 წელი შემოვა ბიჭა, ხო? როგორ უნდა მიხვდეთ? აქაც ამოდის ოჯახის კარტი. ამოდის სიტუაცია ოჯახთან ჯერ არა აქვს ბოლომდე დალაგებული. ამ ადამიანს არ აქვს ბოლომდე ოჯახთან ეს რა ქვია, ურთიერთობა დალაგებული, რადგან აქ ბევრი რაღაც სიტუაციები, რაც უშლის ხელს ოჯახიდან გამომდინარე, ამიტომ არის გაჩერებული. არ მინდა გავიგო, არ მინდა დავინახო, ძალიან გულნატკენია, განულებულია, ანუ ოჯახის სიტუაციიდან გამომდინარე და სტაბილურობა არ აქვს და არის ძალიან მოტყუებული. ანუ მისი და კონფლიქტიც აქვს. მის პირადში ამოვიდა ეს, ანუ აი ესე მიხვდებით რა, რომ იქნება ჩანდაკიდებაც დაცლილი. და როგორ განვითარდება აბა თქვენი ურთიერთობები? როგორ განვითარდება? ვინც მეორე ჩაიფიქრა. შეიძლება თავიდან მოგეჩვენოთ, რომ ცივია ეს ადამიანი, მაგრამ სტაბილურობა უნდა. მიხვდებით, რომ ნამდვილად ძალიან გულგატეხილია ეს ადამიანი, ვინც მეორე პიროვნება ჩაიფიქრა. ძალიან გულგატეხილია, იმიტომ რომ აქ სამკუთხედიც ამოდის, თუ თვითონ არა, გულგაცრუება, ქაოსი სრული მის პირადში. საომარი სიტუაცია, როგორც იტყვიან მის პარტნიორთან, არ ვიცი, რას თხოვს, ალბათ ფულს თხოვს, ალიმენტებს, დივიდენდებს, არ ვიცი. რაღაცა გაყოფა მქონების მისთვის ეს ძალიან ძნელია, ამიტომ რომ ტვირთულობს, მუშაობს, რომ ეს ყველაფერი გააკეთოს და აი ამაზე გექნებათ საუბარი რა. რომ როგორ ბოროტდებიან სამწუხაროდ ადამიანები. და თქვენი სიტუაცია როგორ განვითარდება ახალთან. თქვენი ვინც ახლა ურთიერთკავშირი, ბევრი საერთო გექნებათ, ნახეთ, ისევ ამოდის დაშორების კარტი, რაც ნიშნავს, რომ საუბარი იქნება დაშორებაზე, იგივე იმ პიროვნებებზე, ვინც თქვენ წარსულში, თქვენ პირადად და მასაც გული ატკინა და ეს გაგაერთიანებთ და ყველაფერი ბოლოს ზეიმად გადაიქცევა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საერთო გამოგიჩნდებათ, შეიძლება აქაც დღესასწაულების კარტი ამოდის, რა ვიცი, ალბათ დღესასწაულები როა ბევრი და მხიარულობის,
რაღაცა გაცვლა ერთმანეთის თითქმის მსგავსი ისტორიების და ამოდის კიდე სამომავლოდ განვითარება. ოღონდ ეს თქვენზეა დამოკიდებული. ყოველ შემთხვევაში ეს ახალი პიროვნება იქნება ძალიან გულდაწყვეტილი და ამით მიხვდებით, რომ ის არის. ნუ ჯერჯერობით სულ ეს არის მეორეებო. ჩვენ ვაკეთებთ აქ კარტი გვაჩვენებს რაღაცებს, ხო? დანარჩენი ჩვენზეა დამოკიდებული. ნახვამდის.